მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ისევ და ისევ რუსთავი ორმა და კომედი გრუპმა შემოგთავაზა გადაცემა გააცინე და მოიგე. აპლოდისმენტები მეგობრებო. მე მინდა ეს გადაცემა გამოვიყენო და ერთი პატარა ჭორი დავამსხვრიო, იმიტომ რომ ქალაქში თურმე გავრცელდა ესეთი ხმები, რომ იქო ჟიურის წევრებიო ძალით არიცინიანო, სეიფსო უფრთხილდებიანო, რაღაცა არაფერიც მსგავსი აქ არ ხდება. თქვენ თუ მართლა გაქვთ კარგი იუმორის გრძნობა და თვლით რომ ჩვენ გაგვაცინებთ გულწრფელად, ჩვენ გავიცინებთ და თქვენ მოიგებთ საკმაოდ სოლიდურ თანხას. წესები ძალიან მარტივია. მოდით ჩვენთან ამ პატარა სცენაზე დადექით, გააღიმეთ ჩვენი ორი იუმორისტი და ფული თქვენია. წესები მარტივია, თამაში დავიწყოთ და ეს იუმორისტები არიან ნიკოლო ზარაბიძე და კობა ბარათელი. აპლოდისმენტები. მოგძანდით ბატონებო, მოგძანდით. არა, შენი შენ უფრო მალე გადაწყვეტ. ნუ დაკარგავთ ერთმანეთს შემოსვლის გამო მოგძანდით. ბატონო კობა, თქვენგან დავიწყებ. კეთილი იყოს თქვენი ფეხი, კეთილი იყოს. ნუ ბატონო ნიკოლოს რაღა მეთქი. ეს ჩემო გიორგი, ერთი ორად გახარებული ვარ, როგორც იქნე ჩემი წონის ჟიურის წევრი შევარჩიე და ძიმე წონითი კატეგორია. არა მარტო ყველაზე მხიარული და ობიექტური ჟიურის წევრები, არამედ ყველაზე მძიმე წონოსანი ჟიურის წევრები. აბსოლუტურად, აპლოდისმენტები. არა მარტო აპლოდისმენტები. დიახ. ბატონო კობა. მაგრამ ძალიან განსხვავებულები ვართ. კი. არის რაღაც. თუნდაც რამდენიმე ასეული თმის ღერითაც არის. არა, მარტო თმის ღერი არა. აი მაგალითად, ამას რო ხვდებიან ქუჩაში. ხო. ხო ეუბნებიან გამარჯობა ბატონო ნიკოლოს, როგორ გვიყვარხართ თქვენ, თქვენი ხუმრობები ხო ასე უბრალოდ. მე როგორ მეუბნებიან იცი? გამარჯობა ბატონო კობა, როგორ გვიყვარს ნიკოლოს არაბიძე და მისი ხუმრობები, აი ასე. რა ხდება ქალაქში ნიკოლოს? რა ხდება? არა უშავს კობა. რა სიტყვა, აი როგორი აურაა რო შემოხვედი გადაცემაში, რას გრძნობ? როგორი რა არის? აურა, აი აურა. არის სიმხიარულე პოზიტივი და ყველაფერი კარგი? წინასა რო გეთქვა აურა რა არის და მე რო გეკითხა. არა, ესა თქმა უნდა ხუმრობ, აურა არის შვენიერი. შვენიერი. რამდენი აურაზის ყველა კარგია. ყველა კარგი აურა. ყველა კარგია. მზად ვართ რომ დავარიგოთ ფული ტელევიზიის? მე კი. თქვენ მე არა, მაგრამ მოგვიწევს. კანკალით მაინც. კი, გული მიგრძნობს რომ დღეს ძალიან მაგარი გადაცემა იქნება. გთხოვთ თქვენი ადგილები დაიკავოთ, მე ჩემს ადგილზე. მიწადოთ. აბზანდის ბატონო კობა, ხომ კარგად გრძნობთ თავს? ძალიან კარგი. შენივრად. ნიკოლოს მithumetes ამას რო ხედავ, მე შინაურდი. დიახ, მე უბრალოდ გადავხედავ. რა ხდება სეიფში ყველაფერი კარგად არის? შვენიერი, ყველაფერი ადგილზეა, რა თქმა უნდა. მე მინდა 70 ლარი არის. 70 ლარი არის. მე მინდა ყურადღება გადმოვიდეს ჩემს სამართავ პულზე. პულტი შედგება, ანუ 4 ნაწილისაგან. პირველი არის დიდი მონიტორი, რომელიც არის შუაზე გაყოფილი და აფიქსირებს ჩვენი იუმორისტის სახეებს და ჟიურის წევრის სახეებს. ისინი მე ღიმილზე ვერ გამომაპარებენ, ასე რომ წყნარად იყავით, აქ ჩაწყობა არ ხდება, როგორც ამბობენ. არის 3 ღილაკი, ლურჯი, თეთრი და წითელი. ლურჯი არის დროის ათვლის დასაწყისი, თეთრი არის რომ 1 წუთი დამთავრდა სამწუხაროდ, ხოლო წითელი გაღიმების შემთხვევაში ვაჭერ და დროს აჩერებს. მარტივია ყველაფერი. გასაგებია. დავიწყოთ? მოვიპატიჟოთ ჩვენი მონაწილეები. მაშასე, დიახ, ჩვენი პირველი მონაწილე არის აჩი იკნაველიძე. აპლოდისმენტები მეგობრებო. აბა, გამარჯობა. არა ვიცი. ამ თავრობის ხელში რა მეკითხვა არჯერ. რა ვიცი. აქ შევიკავებ თავს, აქ თავს შევიკავებ. რა სიტყვით ძვირფასო ჟურის წევრებო? რამე ხომ არ გაინტერესებს? მეორე ქართველი ამ თავრობის ხელში კიდე კარგად. მეც ვიდა მოგესალმოთ. ძალიან საინტერესო საგაქვთ ანკეტა, მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას? ლეიბორისტულ პარტიას გადაურიცხავ. შენ მართლა უნდა მოიგო დღეს ფული. მაგრამ ანგარიში უნდა გაუხსნა, იმიტომ რომ არა. არტუბოს ლეიბორისტულ პარტიას ორჯერ მეტი ჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზეც მაგით ავჯერდებით. ნუ რაც არ ყოველ შემთხვევაში რაც მცირედი. აქ იწერია ჰობი, ფეხბურთი და მე პოლიტიკა ბრჭყალებში. ჩვენ პოლიტიკას კიდევ ბრჭყალები უნდა, როგორ ფიქრობ? არა, ეს კიდე ფეხბურთი, პოლიტიკა და ელექტროენერგია. ჩხილებში ხო არ? ხო, ფეხბურთი ახეს ელექტროენერგიასთან არის. ელექტროენერგია რა ხობია, მიეპარები და არა ელექტროენერგია და გეგუთის თვალელი ერთია, 3 თეთრია 2-ვე დღეს და მაგ შემთხვევით ავწე. გასაგები. მაშინ მე თუ თქვენ რა თქმა უნდა მეტი სათქმელი ან შეკითხვა არ გაქვთ არაფერი, წესებს გავაცნობ აჩის. აჩი რა ხდება? არის 5 წუთი.
5 წუთი. პირველ წუთში არის საპრიზო ფონდი 50 ლარი, მეორე წუთში არის 100 ლარი, მესამე წუთში 200 ლარი, მეოთხეში 400 და მეხუთეში 1000 ლარი. ძალიან მარტივია, შენ შეგიძლია წუთის წარმატების დამთავრების შემდეგ ფული აიღო, წახვიდე, ან გააგრძელო თამაში. მაგრამ არის საფრთხე, რომ შენ დაკარგავ ფულს თუ ვერ გააღიმებ ჩვენ ძვირფას ჟიურის წევრებს. ესე მარტივია. გასაგებია? ბატონო, კი. 1, 2 და 3. ფოთელ გოგოს პროსტინაზე დაკლული კოღო ოჯახიდან წასulis ფასად დაუჯდა. უბასსანიკიძეს იმხელა თავი აქვს ვერი კატუნებს. ჩემ შეყვარებულს ფეხზე იმხელა მჩხილები აქვს ხეზე დოინჯით ადის. ბოზილამარა მარშრუტში გაშლილი ქოლგით ისევი და ქოლგას საერთოდ ვერავინ ვერ შეამჩნია. მის ქუთაის ისეთი მოკლე ფეხები აქვს ვერი კვანტილებს. ქირურგმა ქალს ტუჩები იმხელას დაუბერა. დიდი ბოდიში. ეს არის მესიკა ვერ გავიგე რას ნიშნავს? იკვანტილებს და რა არის კვანტილე? ანუ ფეხზე ვერი. ეს ასე ვერ შევა, ხო? გასაგები. იკვანტილებს. ვეხლა ლექსიკონი უნდა შევადგინოთ მამსოსნა, იკვანტილებს და ასე ის გენიალური სიტყვა იყო, მამსოსნა. იკვანტილებს, მე ახალ მაბატიეთ სიტყვებს რომ წავალ. დამე. მამსოსნა რა იყო? ნუ აჩი გილოს შენ გაქვს 50 ლარი. პირველი წუთი წარმატებით და სწრაფად დაამთავრე, ვაგრძელებთ თამაშს. ბატონო. არ გვეშინია რომ დავკარგავთ 50 ლარს. კარგი ჩემოკარგო 1, 2 და 3. ქირურგმა ქალს ტუჩები იმხელაზე დაუბერა გადაკოცნის დროს ბრიგინობს. მამა ჩემა ჩემს მერე 2 ტაბურეტკა გააკეთა. ჩემი მეზობლის გოგო ისეთი მორცხვია ბანანს კოვზი იჭამს. მე მწვანილის პირველი ღამე. ობა, ეგ იყო შიდა შეცინება, ხო, რაღაცა შიდით შეიცი. რას მოახებირი მითხარი ახლა? არა, მე სვიჭამია კოვზით ბანანს. და განეცინა თუ რა მარტო 100 ლარი. ესე იგი მეზობელი ხარ. ათო გაჩუმდი. მეზობელია. აი რა მეზობელი ჭამს კოვზი. აი რაშია საქმე. ესე იგი, აჩი, მე გილოცავ, შენ გაქვს 100 ლარი, შვენიერი დასაწყისი, აპლოდისმენტები. 100 ლარი, მესამე წუთი, 200 ლარი. თამაშობ? ბატონო, თამაშობთ. კარგი, ისეთი დარწმუნებული ხარ, რომ მაშინ ეგრევე დავაჭერ. 1, 2 და 3. ოხუცმა ქალმა პენსიის რიგში ხელზე იმხელაზე დაიფურთხა მთელი რიგის პენსია დაითვალა. მე მწვანილის პირველი ღამე მიმქინძე, საყვარელო მიმქინძე. ჩემ მეზობელს იმხელა ყურებია ქარისაწინააღმდეგოდ, რომ იდის ტაშს უკრავს. მამა ჩემის საყვარელი ფრაზა, გადამირთე, შეჩემისა კურიერზე იქნება ინგრევა, ქვეყანა. წყალტუბელბის გუშინ პირველად ქონდა სექსი და მის პარტნიორ გოგოს ნობელის პრემია გადაეცა ქველმოქმედების დარგში შეტანილი წვლილისათვის. ჩემი მეზობელი იმხელა ჩიხში გვერდულად შედის. ჩემი მეზობელი იმნაირი უგოლო იყო, იმნაირი უგოლო რომ მოკტა ხელები თავქვეშ ამოადებიეს. ჩემი მეზობლის გოგო ისეთი კოჭლია პირველ ღამეს დანგრაძე ყავდა შეღენებული. კარგია. კარგია. უცებ წარმოვიდგინე პროცესი და მაგასაცი რა არის იცი? რა სამეზობლო ყავს? დანგრადი იქვია. კარგი. შვენიერი მესამე წუთი ჩემოკარგო, შვენიერი, შენ გაქვს 200 ლარი. 200 ლარი შენია, აპლოდისმენტები. თან დიდ დროს არ ხარჯავ, მთელ წუთს არ იყენებ, ესეც ძალიან დიდი პლუსია. რა შვებით, ვაგრძელებთ 400 ლარიაზე. მომწონს ეს თამამი გადაწყვეტილებები. 1, 2 და 3. ტრაქტორმა ესე კარგად მოხნა, ყანა თავმჯდომარე მხანის კონკურსი მოიგო. კუზანოვმა გოგოს ქალიშვილობა იმდენჯერ აღუდგინა, ბოლოს მობეზდა და ზმეი გადაუყენა. დენი ისე გაიაფთა ტელეკომპანია მაესტროზე 4 პლეტა დაამატეს. სენსაცია ქუთაისში ტოლვილი მკვდარი სხვის საფლავში დაასაფლავეს. სოფელში იმნაირ ბლატოვი მამალი მყავს, ოჯახში მელასთან სტუმრათაა ნამყოფი. 48 წლის გოუთხოვარმა მასწავლებელმა სკამზე დადებული ჭიკარტით სულიმე ითქვა. ბებიაჩემს კერდი ისი აქვს, ჩამოწეული მუცლის გამოსაჩენად აკაპიცებული და აქვს. მიცვალებულს გულზე იმ სიმძიმელოდი დაადვეს, საიქიოში ტრენაჟორებზე დაიწყო სიარული. თამადამ დედოფლის ქოშის სადღეგრძელო დალია და ინჯოი ჩააყოლა. ჩემი მეზობელი იმხელა ჩიხში გვერდულად შედის. აი რა იყო თუ იცის რომ გაიმეორა? ხო, გაიმეორა. არა, ის მეორე ჩიხია. უბრალოდ შენ დაგიჭირა, დაგიჭირა. შვენიერი. ამ ჩიხში ხო ვერ შედის და ვერც ამ ჩიხში ვერ შედის. იქაც მოსულჯა. მეგონი თავიდან იწყებს დაჩხუმრობების ლაპარაკს, თავიდან. კი. ამართლე შევათა. კარგია, მე გილოცავ, შენ გაქვს 400 ლარი. მოიგო. აპლოდისმენტები.
საფინალო წუთი 1000 ლარი. თამაშობთ? მართლა ძალიან კარგად მიდიხარ. თუ შეიძლება გაამართლოს გამეორება. მოდი კაცო დავილაპარაკოთ, გავაგრძელოთ. ანუ ახლა რამდენი? რა შვები და წვეთ. დარწმუნებული ხარ? იქნებდა გაამართლოს რამე კი. არა, ხუმრობები მაქვს საკმაოდ, არა, სიძლიერის მიხედვით გონებაში. ნუ შეიძლება ერთი ჩიხი სადმე. ვიცი, მაგნაირი, მაგრამ ანუ გადაწყვეტილება საბოლოო. საბოლოო წვეთ. აპლოდისმენტებს იმსახურებ. 400 ლარი შეგვიძლია. არტია შეიძლება. იმძან შეგიძლიათ. მობრძანდეთ და წაიღოთ თქვენი ხუთი. დიდი მადლობა. ილოცავთ შენ თქვა გაკი იმას დაარღვევია ესე რომ დაფა. მადლობა დიდი. დიდი მადლობა აპლოდისმენტებს. მინდა დიდი მადლობა მოუხადო ტელეკომპანია რუსთავიოს, რომ მომცა საშუალება გამოსულიყავი პროექტში. ნუ თავიდან კარგად დავიწყე, მაგრამ მე ჩიხში შევედი და ასევე დიდი მადლობა მინდა მოუხადო, ვინც გულით ბალეშიკობს და რა ვიცი, ნახოთ მომავალ ეტაპზე კიდე ყველაფერს შევძლებ იმისთვის, რომ უფრო მეც მივახციო. მადლობა დიდი, გაიხარეთ. შემდეგი მონაწილე ნატა შერგელაშვილი. აპლოდისმენტები. არაფერი უბრალოდ. ნატა გახლავთ ზესტაფონიდან. დიახ, დღეს მე ვარ ზესტაფონის დედოფალი ნატა შერგელაშვილი. რეიგო. ძალიან მაგრამ მოგები შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას. რაში გამოვიყენებ და აღარ მინდა ამ მატარებლი ჩიქინი ზესტაფონიდან. ივლის მარშრუტი. ჩიქინი თუ ჩიქი. ეს ხო ესე ჩემ ზესტაფონიდან დადის მატარებლი. ჩიქინი. ჩიქინი, ახალი ქართული სიტყვა ჩიქინი. მე შენსკენ ვარ. მართლა გეუბნები, შენსკენა ვარ. მზად ხარ? თქვენც მზად ხართ? შინაურია ეხა ზესტაფონი რა. ჩემო კარგო, 1, 2 და 3. მოკლედ 2012 წლის 21 დეკემბერს სამყაროს აღსასრულს მოდით ნახოთ როგორ არ უნდა ქალიშვილი გოგოს ქალიშვილა ცირტველი. ანუ მე. კაცი მინდა. კაცი. თქვენ არ გინდათ ქალი? მოგწენდით? არ გინდათ ქალი? არ გინდა? გინდა. უფრო შეგიდო და 50 ლარი მოგონი. მიდები იქას ქალი. ზესტაფონის დედოფალმა მოიგო 50 ლარი. აპლოდისმენტები. ორიგინალური დასაწყისია. ვერაფერს ვიტყვით, ორიგინალური. ფაქტობრივად 2 თვე შეგიძლია იარო უკვე. ხო, არის. ბაგძელებთ? ნუ არ ძელებს, აბა. შვენიერი, თამაშობთ 100 ლარზე. არ გვეშინია რომ დავკარგავთ 50 ლარს. არა. უშიშარი ზესტაფონელები მიყვარს. 1, 2, 3. მოკლედ ახლა მოდიოდი ზესტაფონიდან ლარიანი მატარებლით მორჩიქინოდი გადამდის ღვიძლი ოფლი და რა შემემთხვა. ერთი ბიჭი რევიცანი, ლამაზი და სრელი სიყვარული ოხსენი და ამ ჩემი ცოდვით სავსე შუადოში კი არ გიეპარაფსელი. ყორღანებიდან დნოლი აფრინდა. მაინც და მეც მე დამასკინდა, მაგრამ სურვილით ჩაფიქრება მაინც მომესრო. მოკლედ ბებია ჩემს აწუხებდა ბუასილი. ხო და ასწავლეს რომ უნდა წაისვა ტაოტიო, რომ მოვიდა და იტკეცა ტაოტი და გამოფუფქა ყველაფერი ბაბუა ჩემი ერთი კვირა მარაოთი დასევდა. არ რეცინა? ცოტა. არ ვიცი თუ გადავიღო. რა გეცინება, ეგრევე იწყებენ თუ არა სიმღერას ცეკვას, რაღაც ეგრევე გეცინება. არა, ძალჯდებოდა. არ გეცინა რა. არ ვიცი. შვენიერია, შენ გაქვს 100 ლარი. აპლოდისმენტები. ძალიან კარგი ეს ფოტოშორის, უკვე დაემატა ქორეოგრაფიაც, ვოკალიც. ნახოთ აწირა იქნება, მაგზელებთ თამაშს. რა ვქნა, წავიდე მარშრუტით, თუ წავიდე ესე მატარებლით. არ თქვა ხა 100 ლარის გამო ჩამოვედი ამ სიშორიდან. არა. კარგად გაქვს, კარგად მიდის ყველაფერი. არ ინერვიულო. არა, ზად ლიმონათი არ გინდა, ხელში გეჭიროს მარშრუტკიდან რა მათერა. განდუკელი. რა ვიცი, ცოტა დიდრულად იმგზავრე რა არის, ვერ გავი. არ ვაგზელებ? არ ვაგზელებ. ძალიან გული დამწყდა. კარგი, ნუ 100 ლარი აპლოდისმენტები. არ გამოვიდა მეგონა ზესტაფონში მეთქით გავუშვებთ, მაგრამ მობძანდით შეგიძლიათ დაიყოთ გრადი გუთრილი და დიდი მადლობა აპლოდისმენტები გერაცია.
რა ვქნა ასლა რომ მოვიდე მეტი ვერ მოვიდე კი მიხარი ახლა მაინც ზესტაფონში წავალ მარშრუტით პერევარზე ერთ ყავარს დავლე დიდი მადლობა რუსთავი ორს და დიდი მადლობა მე რომ ვარსება ბასად ნიჭიერი შემდეგი მონაწილე ალექსანდრე ბიჭიკაშვილი ხო გამარჯობა ბატონო ალექსანდრე ხო გვალთმეში შევიდანძეთ როგორი სალამი ყველას ვესალმები სალამი დიდი გრძნობით დიდი სიყვარულით რა თქმა უნდა 35 წელი გავიდა რაც მე არ გამოვსვარ ტელევიზიაში და საერთოდ კონცერტები არ ჩამიტარებია საქართველოში და ახლა მე მომიყვანა არა ფულმა როგორც ხელოვანი მე მაინტერესებს დღევანდელი შეხვედრა ყოფილიყო ჩვენ მოგვიყვანა მაყურებლის სიყვარულმა ძალიან კარგი თუ შეიძლება ვიკითხავ რა სახის კონცერტები იყო 35 წლის წინ კაი კონცერტები მე რეროში ვიყავი და ძალიან კაი ესე შემოწმება იყო ხოლმე ყოველთვის როგორც ახლა კი არა რომ რასაც უნდა იმას აკეთებდნენ და ხო და ძალიან საინტერესო კონცერტები ანუ 35 წლის წინ თქვენ იყავით რეროში დიახ აპლოდისმენტებს იმსახურებთ მე როგორც ვიხდი თქვენ რეკვიზიტი გესაჭიროა რა თქმა უნდა რა მინდა მოგახსენოთ რომ გავიდა წლები და ეს ამ 20 წლის ამბავია რომ კატასტროფაში მოვყევი და მარცხენა ფეხი არ მაქვს მაგრამ რა ხალხი რა ადამიანები წავიდნენ დავკარგეთ ფეხს ვინაჩი რა თქმა უნდა მე დღევანდელმა სიყვარულმა მომიყვანა აქ რომ ფარხმალი არ დავყარე და ვიწყებ ახლიდან აპლოდისმენტები ვირფასო ჟიურის წევრებო რამე შეკითხვა არ გაქვთ 35 წელია არ ყოფილხართ ეკრანზე ეს თქვით არა მე უცხოეთში მუშაობდი თურქეთში და ბავშვობა მგონია 35 პაროდისტი ყველა პაროდიის სახის ვაძავ ყველა პაროდიას ვიცი გასტროლებზე რო ვიყავით ხოლმე გერარ დავბინავებულიყავით სასტუმროში უკვე დაიწყე და იბუბა ალეკვაბა ხა დაიწყე კონცერტი დამთავრდებოდა ხოლმე და ერთხელ ბაქოში ვიყავით ჩასული ჩვენ გასტროლებზე აბა ჩავატარეთ კონცერტი და სასტუმროში ავედით და აბა მე ხვეწები ალეკო დაიწყე რა მეორე კონცერტი ჩვენ რო ვიცითო აი დავით თათრული მუღამი აი მონა ამ დროს მოდის მორიგი და слушай радио потише делай что вы уже люди спят хорошо спят მეორე დავიწყებდი ისე არა მე მოვიდა თუი გავყარები და слушай это человек радио ასეთი ბევრი ფრაგმენტები ბატონო ალექსანდრე ეცინებათ და არ ჯობია ეს ყველაფერი ფულით ვაკეთოთ რა თქმა უნდა ჯობია რეკვიზიტი თუ შეიძლება რომ შემოვიტანო და ბატონი ალექსანდრე 35 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ გაგვაცინეთ ძალიან ბევრი მოსაგონებია ბევრი რაღაცები აბა ვნახოთ და ეხლა მოკლე შოუს გიტარებთ მეგობრებო არა ბრძოლა 100 ლარზე 1000 ლარზე ჩვენი სიცოცხლე და ჩვენი სიცილი და ღიმილი 1000-ად და ბევრს სიმდიდრეს ჯობია ხომასია მეგობრებო როცა თქვენ მეტყვით, თქვენ თუ იტყვით რომ მზად ხართ ვიწყებთ. შვენიერი. მაშინ მოვემზადოთ ყველანი 1, 2 და 3. წავიდა. თირფაცო მეგობრებო. რა თქმა უნდა არსებობს უცნაური სიზრმები, მოლანდებები, მოჩვენებები. აი გასულ კვირას ვნახე ძალიან საინტერესო სიზმარი. ერთ-ერთ ოჯახში მოვხვდი, რომელიც ოჯახში ცხოვრობენ 5 პერსონაჟი. мама, დედა, ქალიშვილი, ნანა, მოახლე და მეზობლე. მე წარმოგიდგენთ მაგ ტიპაჟებს. мама, ქალბატონი შუშანა, დედა. მათი ქალიშვილი ნანა მზეთ უნახე. მათი მოახლე იცი. ბატონო ალექსანდრე, შვენიერი დასაწყისია გილოცავ, თქვენ 50 ლარი უკვე მოიგეთ. ვაიმე. გილოცავ. კარგი დასაწყისია. მე მოახლე მომეწონა. ადამიანთაურებია, დიახ. ვაგზელებთ თავს. ადამიანთაურები. რა თქმა უნდა. მაშინ 1, 2 და 3. мама ძილის წინ სანთელს აკრობს. ვერაფრით ვერ აკრობენ სანთელს. შევხედე. აი ხება. შიშა! მე ხონე მე კიდე. აი საერთოდ ხება.
ჩაახიშათი. ახლა ჯახეთ მოახლე. ჩაახიშათი. გილოცავთ ბატონო ალექსანდრე. ბატონო ალექსანდრე, თქვენ უკვე 100 ლარი გაქვთ. გილოცავთ. აპლოდისმენტები. როგორ მრავალფეროვანი წარმოდგენა. ვაგრძელებთ თუ წყვეთ თამაში? რას მოუდა დილამდე მგონი თუ შეძლებთ? ვით უმეტეს ღამე არანძინებია, როცა ფიქრი მაქვს რომ უნდა გავიდიან კონცერტია, სულ არ მეძინა. შვენიერი, ანუ თამაშობ 200 ლარს. გამოვხიზლდი. დიახ, 200 ლარზე მიდის თამაში 1, 2 და 3. ახლა ერთ-ერთი კიდევ პაროდია. გდანში ვცხოვრობ მე და ისეთ ადგილას სოფელთან ახლოს. ნახირები რომ მიდიან საღამოთი ელოდებიან ნახირს და გამოვლენ ხოლმე აიკო ნახი ძროხა ხომ არ გინახავ ნახირი საიწავი და ხო და ყოველ დღეს ლაბარაკია ხოლმე და ჩემი ბიჭები და მეზობლები ალეკო ერთი რაღაც გაუში მოწყენილი ვართო და დავიწყე ეზოს და ვი მე შეუპატონო სადა ყოფილა რა გინდოდა სხვის ეჟოში კაცო მოვიდა და ბადონელი ყვა ხარ არის არავის არის ძროხა მე ვარ მე დიდი ძროხა მე შენმა კომედია მომსპორა შემდეგი გამერწ დრო დარჩა 10 წამი ჩქა 10 წამი ახლა პანტომიმა გადავიდეთ სანახავის ჟანრზე დაბადება ბავშვობა სიჭაბუკე ახალგაზრდობა და სამწუხაროდ ბატონო ალექსანდრე დროა მოიწურა სამწუხაროდ დროა მოიწურა თქვენ დამარცხდით მაგრამ მე ვთვლი რომ ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი და უბრალოდ დრო არ ეყო ამ ადამიანს რა სიტყვით თქვენ დიახ არა აპლოდისმენტები არა და თავში აღნიშნეთ რომ ისა რა ქვია შენ პაროდიასაც ვაკეთებო ნიკას ხო უთხარით და შეოსრო ხო იმის პაროდია თუკი იმ დღეს რო იქნება სურვილი შეიძლება რომ ამბობიდან ახლა მეგობრებო ესე იგი თვითმფრინავში მიფრინავე ხალხი და მე თვითმფრინავი გადაღირავდა პილოტი გამოთორა თქვა ხალხო ნუ გეშინიათო გაცილებული ვარ და ცხიში წამას ვიშებო იცი ეგ არის ბატონო ალექსანდრე არ მეძინა თორე უფრო აიწა არა უშავს ბატონო ალექსანდრე მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ აპლოდისმენტებს იმსახურებს ეს ადამიანი იმსახურებს 25 მერე კარგად დაბრუნდით ეს არა უშავს დამარცხდით მაგრამ მე დარწმუნებული რომ კიდე გიფილავს ესე იგი დამთავრდა ხო სამწუხაროდ დამთავრდა სამწუხაროდ მაგრამ ახლა ვიღე რას გონი დილიდან გელოდებოით რო ცოტა გამოფხიზო აი იმათ მე არ ახან ბატონო ალექსანდრე ჩემი თხოვნა რამეს ხო ის რეპრეზენტები გაქვს რაღაცები მოკალეცმა მე ვარ ჩემი სახელწოდება ადამიანი კონცერტი 12 ჟანრის ოსტატი ალექსანდრე მუსიკაში უცხოეთი მცნობდა საქართველოს არმიის კონცერტი და აღარ მინდა რა უცხოეთში მინდა ჩემ საქართველოს მით უმეტეს ეხლა უკვე სამართლიანობაზე ვიბრძვით და იმიტომ მოვედით თქვენ არის და არამთუ თქვენ 50 ლარი მინდა მემოგცეთ ეს მადლობა ამ გადაცემით ბატონ ალექსანდრეს თავიდან გაიხსენებს ჩვენი ქვეყანა დარწმუნებულია და თავიდან შეიყვარებს აპლოდისმენტებს იმსახურებს ადამიანი და გადაცემოთ ძალიან დიდი მადლობა ძალიან განსაკუთრებით კარგად განსაკუთრებით რა თქმა უნდა ძალიან ვიყავი მოხარული ამ გამოსვლებში დარწმუნებული ვიყავი მაგრამ როგორც ხელოვანი მე არ ვიყავი დაინტერესებული რომ რაღაც ფული მოვიგო ფულში სვარ მქონდა ინტერესი მე არ ვიტყვი პირადად რომ დამარცხებული ვარ არადოს არ დავმარცხებული ვარ სოლო კონცერტს ვასრულებ ადამიანი კონცერტი 12 ჟანრის ოსტატი ვარ დიდი მადლობა შემდეგი მონაწილე დათო მამიაშვილი აპლოდისმენტები მოგესალმებით. ძალიან საინტერესო 16 წლის წამდებით, ხო? ასეთი ახალგაზრდა, მაწვილი კაცი და ძალიან სასიამოვნო რომ გვესტუმრეთ. 16 წლის და უკვე ახალგაზრდა. რა უშნაური. მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას? აქ იწერეთ რომ
იმედია წვერის საპარსის ფულს მოვიგებ. მე რა კეთდება და თუ მეტი მოვიგე ძმაკაც წავიყვან ქალებში. ეს კალები აქტუალური თემაა. ესე იგი, თქვენ თვითონ ამოსული აქ ხელი. თვითონ ვარია პრობლემა, მაგაცებს ძალიან კარგი გაწყვეტილება აქვს. ნამდვილად. კი ბატონო. შვენიერი, დათო, წესები ვიცით? კი, ვიცით. მზად ვართ? კი. ახლა სანამ ძირითადზე გავხურდეთ პატარა და მე დავიწყებ ძირითადს. როგორც გაგეხარდება? 1 2 3. ხო, მაშას ახლა პატარა მინიატურას წარმოგიდგენთ სიტუაცია, ისა ფილმი როა უძინართამზე, კადრი ფილმიდან უძინართამზე, დათო ვერ ერკვევა ფეხბურთში. ვა, მარადონატო. და ესა მეორე მინიატურა კახელი ჯდება, კახელი შედის სექს მაღაზიაში. ჯო, ვირი არის? შემდეგი მინიატურა დათა თუთაშხია ჯდება სკამზე. სავარძელზე უფროსად. პიუ. რა ქენი პრუჟუნა ეს? არა გუდუნა რო ყავდა ვიცოდი მაგრამ პრუჟუნას თუ მისი იყო არ ვიცი პრუჟუნა. კიდე ახალი სიტყვა მივაწეროთ ჩვენ ლექსიკონს. პრუჟუნა. გამიგონა. Я знаю, да, ну пружуна არ ვიცოდი. შვენიერი, დათო, შენ გაქვს 50 ლარი. გილოცავ, აპლოდისმენტები. ვაგზელებ თამაშს. ეს შენ როგორც თქვი, ეს იყო გახურება, როგორც. კი. გახურდი, მოითელე? ჯერა ერთი კიდე უნდა გავხო. გასაგებ. მაშინ დავიწყოთ 1 2 3 წავიდე. აი მოკლედ აი ეს ჩემ პრინციპებში დავით მამიაჟის პრინციპებში არ ჭდება რომ ეს ქართველი ხალი ეწევა სიგარეტს. არა, მამით საყვალები და ძერსკები არიან, მაგრამ ეს ულვაში რო უყეთლებათ რა წესია მეტი. ისე ბაბუა ჩემი ელდარი ხო ის მაგას ისე გაუჭირა ოქროს წლები დაალომბარდა რუსთავში იმდენი საშაური მეგახსენს გდანიან ექსკურსიაზე მოდიან ბაბუა ჩემი ელდარი ისეთ გადაღძუებული იყო ბარემ კუბოში გვიწევს მოკლედ ეს ბიძინიანიაში რა კაი კაცია ძალიან მაგარი კაცია სადაც გაიარა ყველაფერი გააიაფა და ბატონო ბიძინა ცირკის წინ გაიარეთ რა შალონათელაშვილი იმდენჯერ იყო სტრასბურგში მოსამართლეს შეჩემათ ელაპარაკება. კარგია. კარგი იყო მომეწონა. 100 ლარი. შენ მოიგე 100 ლარი. მე შალონაზე კი არ გამეცინა. კარგი იყო, ხო? გაცილოთ. მოკლედ ახლა ნიკა წეღაშერო თქვი რომ ის რაღაც ისტორიებს ეს თამაშგარეა? კი, თამაშ. ისტორიებს ვიფიქრებო და მე ვეღარ უგრძელებო, ხო? აი ეგეთი ესეთი მოვიფიქრე მეს და გავაგრძელეთ და შემოგთავაზე. ანუ მესამე ტურს თამაშობ, მესამე წუთს ვიღებთ. 200 ლარზე ვთამაშობ. კი. კარგი, 1 2 და 3. მოკლედ ახლა ჩემონიკა 93 94 წეკურკურება წლებია ჯერ დაბადებული არ ვარ და წავედი თურქეთში. მე ვიფიქრე რა ცოლი მომყავს ხო პატარა და რაცხა გევიკოპწიავებ თქვა. თავს ვიფიქრე თან ჩემი ძმაკაცი რო ტყემალეთში მე უკიდე ხელი და მივღობღიალებ თას არ ცალი ხელით მივღიალებ მეორე ხელით ტყემალის ძმა სწავლობენ. ყველა გადავღობღიალეთ ახლა თურქეთში პირველი ქალაქი რაც იყო და იყო ქემალფაშა. დიდებული ქალაქი არ გენახოთ უკეთეს. მოკლედ ახლა ეს ქალაქი რომ დინარზეა გაშენებული ესე ტემზიდან ტემზამდეა გადათხლაშული. მე ასე აქ შუაში რო ასე ეიფელის ეს ანძარო გადმოხურეს ღრმა მე იქით არის ბიკენტია საშაურმია კუთხეში მე იქით აი 4 კუთხედი იგენია რა ქვია პირამიდებია მე ქვესკნეჯონიკი რაღა და ცაცჯენებია მოკლედ ბევრი რაღაც ახლა რო არ გავაგრძელოთ და მივადექით ახლა მაღაზიებს საშოპინგოთ ვარ წასულები და პირველი მაღაზია რაც დავინახე მუსტაფა აქეთ გავხედე მუსტაფა და ახლა პაკლიჩკუმ ყველა თამას კლიჩკებია კარგი მუსტაფა კეთილი მუსტაფა იაფი მუსტაფა და პირველი შევედი ქართველი მუსტაფასთან და რა ვარ შევედი და ქართველი მე ვთხარი ვიზა შენ ქართული ლაპარაკი რა თქვი ყავს სონხის ბენზინის სპეციალიტეტი თქონდა გადამოგდებული ასე სუდა გავიცდა დრო აუ შასა ჯერ ნორჩი ვარ კაცო არა მიწეს კი რა სიტყვით მეგობრებო არა და მაინტერესებდა პირველ რიგში მომწონს ის რომ ეს ადამიანი ჯერ 16 წლისაა ჯერ 16 წლისაა და ძალიან კარგია რომ აქვს იუმორის ზნობა შეუძლია ხურობის დაწერა და მისი ადამიანი ხალხთან მოტანა კი ბატონო ნამდვილად ასე რომ მივესალმები და მე მუსტაფას ფასები მაინტერესებდა აი ვაგრძელები და არ დამაცადა აი მე მაინც ხო გაგაფრთხილებ მე სულ მე გაგაფრთხილებ შენ შეგეძლო 100 ლარი აგეღო წასულიყავი მაგრამ გარისკე დამარცხე არა 100 ლარი ვერ წაყვანეს მაგაც ხო იქ ხო არა ხო მართალია ასე რომ მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო რატო ამიტომ არ გაჩერდა ხო ამიტომ მაგაზე ფიქრობდა ხო ხტე მაგაც დიდი მადლობა რომ მოხვედი აპლოდისმენტებით გავაცილოთ მადლობა
მოკლედ ერთ რამის თქმა შემიძლია რომ ძალიან მაგარი შევა, ძალიან მაგარი არის პირველი ხალხისთვის, ძალიან გამიხარდა რომ მივიღე მონაწილეობა, არა უშავს თუ წავაგე გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ მიხარია რომ გამოცდილება მივიღე. შემდეგი მონაწილე ზუკა კოკაია. კარგია მომწონს. ზუკა როგორ ხარ? მოგების. შენი ბრატ. თავად? სახინგლეშა მოგების შემთხვევაში სახინგლეში სავალ მეგობრებთან ერთად და ვიყიდი პარიკს. ხო ნახეთ რა დგავს ეს ძველი და ხინკალს შავი წიწაკა უფრო უხდება. ხო, მოგევრიელია თუ მენდობი, მე ვიდრე პარიკი. კი ბატონო, გავითვალისწინე მოგების შემთხვევაში. ბატონო ნიკოლოზ რამეს ხომ არ დაამატებ თუ პირდაპირ მოვისმინოთ იუმორი. არც არაფერი თვის მოვლა, ჰობი, სპორტი კითხოთ მის მოვლა. მის მოვლა. კი ეთყობა ნამდვილად. ჩემი არა სხვისი თორე, ჩემი ნახეთ რა ხეში. ხო, არა, ეს მინდოდა რომ გეთყობათ მეთქი ამის თქვა მინდოდა. ეს მიყვარდა თავის დროზე. ძალიან გავს თქვენი და კობას ჰობი ერთმანეთს. უფრო მეტად გავს ვიდრე გონია. მოდ მე ხშირი არ მაგ. ხო. არც დავიწყოთ? კი ბატონო, შესაძლოა დავიწყოთ მე მგონი. მაშინ 1, 2 და 3. სანამ დავიწყებ, მომემზადებ ბარეკამ ცოტა დავიგვარცხნი რაღაცა. რაღაც ხელს მიშლის ვაიმედე და უკეთესია, მე მგონი დავიწყებთ. წარწერა ცუკერბერგის კარზე, ეზოში Angry Bird-ია. იმ გოგონების საყურადღებოდ, რომლებიც არაში არ ყავთ ამყოფი, თამის აღიარება გიტყდებათ, ნუდარდოთ გუშინ იყავდა დიდი ვერაფერი, ტორტი ნამცხვარი იქ არ იყო და ასე რომ დამშვიდით. იტალიაში ფეხბურთელმა ისეთი სიმულიანტა მსაჯი ანტრაქტზე გავიდა. გუშინ ისეთ პორნოს უყურე, რომ თმები ყალზე დამიდგა. ბაბუაჩემის გასვენებაზე იმდენი ხალხი მოვიდა, ჭრილსოფალი რომ გაერჩია, წითელი მაიკები ჩააცვეს. გენმოდიფიცირებული სიმინდისგან გამოუცხო მჭადმა ქორწილში თამადა მისი მოადგილე დაჭრა და შემთხვევით ადგილიდან მიიმალა. მას შემდეგ რაც კონტროლიორები გამოჩნდნენ, საჯის და პუტინის დედებმა შვებით ამოისუნთქეს. ძირფეთ ქოიწინდით, მაგრამ ასე მომი ვაგარშკენ ამოთუნდა მე მომიჩ. ხუნობა გინდათ მეგრული სწავლა არ გინდათ ბატონო რა გიყოთ. რაღაცა თქვა. აშკარად მეგრულად. მეგრულად. რაღაცა თქვა. რაღაცა თქვა მეგრულად. 50 ლარი. ხურობა გინდათ ეს მეგრული სწავლა არ გინდათ თქვენ ვინა. ხო, აი რაღაც ეგეთი იყო ხურობა გინდათ მეგრული ვიდონ სწავლა. დაიღოს მეგრული სახელმწიფოები. ზუკა რაშია ისი საქმე? 56 წამზე თუ არ ვწდები, გაგვიმართლა და 50 ლარი მოვიგეთ. სირა, სირცხვილი ნამდვილად არ არის 50 ლარი წასვლა, დამეთანხმებით ხო ყველანი? აი 50 ლარი წავიდა, აპლოდისმენტ. მე არ ვამბობ რომ ამას გირჩე, უბრალოდ რა სიზავ, მაინტერესებს. აქ სირცხვილი რატო? მე მაგალითად 20 ლარი მაქვს ჯიბეში, გამოვალ და თუ კი მოვცემთ 50 ლარი. აი, ეს ჩვეულებრივი მოვლენა 50 ლარი მშვენიერი. გადავხედავ ერთად და კი ბატონო. მართალი ხარ ჯობია წავიდე. დარწმუნებული ხარ? ბატონო ჯობია წავიდე. აპლოდისმენტები. აბა ნიკოლოზ. ძნელია ხო? ძნელია. აპლოდისმენტებს. იმსახურებს ეს ადამიანი. დიდი მადლობა. კარგად. ციგანობა გოყონადო, მარგარიტ გრაფა გოყონა. ეს ის მომგებიანი ფრაზა იყო, რომელმაც აი ეს 50 ლარი მომაგებინა. მე სამე მოგიკითხავ ჩემდას და მოვიკითხავ ყველა Marvel Avenger Alliance-ის წარმომადგენელს. კარგად ვანდებოდეთ, დიდი მადლობა. მოკლედ, შემდეგი მონაწილეები არიან. ეს არის ტრიო, ეს არის შოთა გურული, გვანცა აფხაიძე, გიორგი ელაშვილი. ტრიო. აბოლტები. Our hair is all the ძალიან ორიგინალურად შევა. არის და ნამდვილად იყო. გადახდილი მაგ და უნდა გამოვიყენო. მე შეკითხვას აღარ დაგისწორ. რა სიტყვა? შოთა რომელია? რა ვიცი. შოთა გულიგრზე. აქ გიწერია ჰობი ისო. მახათით თამაში, ხო? და კავეინის თამაში. ნუ ერთმანეთს არ უშლიან, სადაც ესე პირდაპირ შეიძლება ითქვას. ეგ გასაგებია, მაგრამ ამოითამა
და ამ ორი თამაშიდან რომელი უფრო მტკივნეულია? კავენი ალბათ. ვანცა რომელია თქვენში? გავახარებ გუნდელი მოგების შემთხვევაში რაში გამოგები? გავახარებ გუნდელ ბიჭებს და მივცემ ფულს. ანუ შენ კი არ გინდოდა გამოსვლობა რამასაც ამოგიყვანეს რომ იქნებ ცოტა ფული. რაღაც დაირაც. ნუ კარგია რომ მეგობრების ბედიღბალი გაწუხებს. მე ერთ შეკითხვა მაქვს. სამივე მიცით ხო წესები? სამივე მიცით. თქვენ თუ არაფერს დაამატებთ, შეგვიძლია დავიწყოთ, ხო? კი ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ. ეს უკვე დაიწყეთ თუ შეთავაზეთ? არა, იცი. ეს შენ გადადიქით. გადადიქით. ჩემზეა საუბარი. იქ დავინე გოგო. გადადიქით. მე მგონი ამათ გარკვეული არ აქვს, ჯერ ის გაკეთება უნდა. არა, იმპროვიზაცია ზემოქმედება ამით. მე თქვენზეც ვიზრუნე. 1 2 და 3. ჩემო მეგობარო მობრძანდი? ნიკოლოზ ეხა მაინც სულ ამ გადაცემის წამყვანი ხარ. გაშინაურდი აგერ ჩუსტები ჩაიცვი რაღაცა მაინც კომფორტულად იგზენი ფეხი გაშალე და რაღაცა რა. ეხა წარმოგიდგენ სიტუაციას ყოველი დილა რუსთავი 2-ის შემოსასვლელში. მიდი. საერთოდ თუ შეიძლება. იბრძანი. უჰუ, რა დილა თენდება ნანა. All I have is all that you give to me. ერთი. გასაგებია ბატონო ალეკო რომ გიხარიათ სამსახურში მოსვლა, მაგრამ თათბირია და გელოდებიან. მელოდებიან ხო ბიჭი, ძალიან კაია. შევედი. ჩვენი უნივერსიტეტი ეძებს ახალ ბუღალტერს და ძველსაც ფულები რო გააყოლა. ქართველი ემიგრანტის ლექსი. მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განსხვავების ყოფნა მირჩევნია. წარწერა ბორჯომის ბოთლზე. Made in China. იმანგა იცინა. ერთუთი გამეორება შეხედე. გამეორება ცოტნის დედა, დახედე ცოტნის დედა. წარწერა ბორჯომის ბოთლზე. Made in China. ბოლო წამზე გილოცავ, მეგობრებო. გილოცავ. ამას ქვია რომ თქვენ ახლა მოიგეთ 18 ნახევარი. ძალიან დიდი ფულის პატრონები ხარ და თქვენ არ ხარჯავთ ხო? ამ 25 ლარი გაქვთ ბიჭებო, გილოცავ. რა ვიცი ბოლო წამზე მე მგონი სპაზმი ასეცილი არ იყვანეს მელეხი და იმას ფული არ აინტერესებს. ხო, არ ვიცი. ბაგძელებთ მეგობრებო. ანუ უნდა გარეთ გამომიყარეთ და ზეწოლა საფრთხეში ურზე თითო დგება და კისკისებს ამოთხურობა. ხო და გავაგზავნეთ ამის ამბიცია გვაქვს. არა, ამბიცია ჯანსაღია. სამწუხაროდ. ანუ 50 ლარი უცხოეთში განსხვავებისთვის არ ყოფილით, ხო? ოკეი. მოითათმირებთ თუ წავალთ ჩვენ. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ. 1 2 და 3. გორიზდილა და ბოლნიცის სიონის თამაში ისე ცოტა ხალხი იყო მისული, სუდიები ერთმანეთს აგინებდნენ. იცით მე გალაქტიონმა ლექსი მომიძღვნა. რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები. ბახ. დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და რუსულად არ ითარგმნება. არა ხალხმა იცინა უბანში. კი გასა. საქართველოში იცინა უბანში ეს გოგო რატო ყავთ? არ ვიცი მე ზოგადად მაგრამ გამოსვლისთვის იყო ორიგინალურად და უბრალოდ კიდე რაღაც ფული. რა მინდა რომ უთქვენო ტირის და შემოიყვანეთ ბარე. უბნელია ეს გოგო. უბნელია და ამაზე ვქვა გაქცილი ყველა შუტყა და ნუ მე ვიცინი და მაგიტო. მაშინ გასაგებ. აი ესე ოპტიმისტურად წართავარზეც. ტრიო გილოცავთ თქვენ პაპის სატლარი გვაქვს. 100 ლარი. ხო, როგორ გატეხავთ თქვენ 100 ლარი. რა ვიცი, ვაგრძელებთ? არა, მოდი დავამთავროთ, იმიტომ რომ ცოტა აგვერია და ანუ 100 ლარს დავკმაყოფილებ. კი. ცოტა აგვერია. რა ვიცი, იქნებ გეცადა. 100 ლარი? იქნებ რა შეუძლია ადამიანს. რა ვიჯერე მე ის პლუს პროვეზე გადავა და არ გვინდა. მაშინ რო პატივსაცემი გადაწყვეტილება, აპლოდისმენტები მეგობრებო. 100 ლარი. მადლობა გვანცა. გვანცას მინდა გადავწეს. ამდენი თავისუფლები ადამიანი, ამდენი ვიტყვი აპლოდისმენტები. ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისათვის.
კარგად ბრძანდები. სხვა დროსაც რა თქმა უნდა განსაკუთრებულად ჩვენი გუნდი გვანცა ძალიან კმაყოფილია გვანცავთ. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის, იმიტომ რომ ძალიან საყვარლები არიან, ბევრი გვაცინეს და საერთოდ არ იყვნენ უხერხულად არ ძნობდნენ თავს. ის ხაშოს გვანცამა ძალიან აცინა ჟიური. მე მობილიზებული ვიყავი და ვიცოდი ყველაფერი რასაც ვაკეთებდი. ბოლო წამის 1000-ე წამზე. მაინც გვანცა. ფენ ჯერათ მაგის? არა. არც მე. გვანცა. გვანცა. როგორი საყვარელი ტრიო იყო. ტრიო რა, დუეტი. ვერ გავიგე. დუეტი არა. მარტო იყო ადამიანი. მარტო იყო მოსული ადამიანი. შვენიერი დასასრული. რა სიტყვით შევაჯამოთ მე დღევანდელი გადაცემა? მორჩო. კი ბატონო, მე ჩვენს მონაწილეებზე ამ ტრიოზე მინდა რომ თქვა განსაკუთრებით. გვანცა იყო ძალიან მომზადებული, მოსული და ჟიურიზე ახდენდა ძალიან ზეწოლას, კი. მე თუ მკითხავ წინა ბატონი, მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი ადამიანი, ბატონ ალექსანდრეს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო. და მე მგონი ერთხელ აპლოდისმენტებს აუცილებლად ეკუთვნის ამ ადამიანს. აპლოდისმენტები. და რა თქმა უნდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც დღეს შეეცადა ჩვენს მე მინდა განსაკუთრებით მადლობა გადაუხადო. მე მინდა განსაკუთრებით მადლობა გადაუხადო თუ არაა ჩასული ზესტაფონში ნატა შერგელაშვილს. განსაკუთრებული მადლობა. შვენიერი დღე იყო მე თუ მკითხავთ. ჩვენ ყავდა 35 წლის პაუზის შემდეგ დაბრუნებული არტისტი, ასე ვთქვათ. ტრიო, რომელსაც ვერ მივხვდი რამდენი კაცი აკლდა და რამდენი იყო საერთოდ შემადგენლობაში. მოკლედ, დღეს შვენიერი დღე იყო. მე კმაყოფილი ვარ, თქვენს კმაყოფილი ხართ და ალბათ მთელი საქართველოს კმაყოფილია. მოკლედ, მე მინდა ერთი კვირით დამემშვიდობო ყველას. ხომ ხედავთ ჩვენ გადაცემაში ყველაფერი ხდება. ას აქვს მნიშვნელობა, არა აქვს, რამხელა პაუზა ქონდათ, იმასაც არა აქვს მნიშვნელობა. მოდი ჩვენთან. გააცინეთ ეს ადამიანები და წაიღეთ ბევრი ფული. ერთი კვირით გემშვიდობებით. დროებით. ეხა security მინდა მოგესალმოთ. აკრამ მოგიხბანა. შე დალოცვილო, შენა. შე პარაკიანა. რადგან გვარი აქვს მას არაბიძე, ზოგხას გონია რომ არაბი. მოდი მოგეფერო. საცხოვრებელი ადგილი გიწერია თბილისი. ასე კონკრეტულად თუ არ აღნიშნეთ, პირდაპირ აღმოსავლეთ საქართველოს რო გექვთ. ჩემ შეყვარე მუსიკა ისე მაგრად ვეზასავი, ქალიშვილი რომ ყოფილიყავი უეჭველი გავიგუდებოდი.